მოგესალმებათ ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მე-7 ეპიზოდი. ჩვენი მასპინძელი დღესაც არის სტუდიო 314, რომელიც მდებარეობს ელექტროვერკის ტერიტორიაზე და თუ გიყვართ დესერტები და თან გსურთ რომ რაღაც საოცარი დესერტების მომზადება ისწავლოთ, კვიტო ამოანათებს, როგორც შვევია ხოლმე და დაუკავშირდით ამ ადამიანებს და მნათე მიიღეთ სიამოვნება, შემოქმედებითი სიამოვნება. მაქსიმალური სიამოვნება. დღეს სტუმარი არ ყავს, დღეს აღარც ლეპტოპი გვაქვს, პინგვინსაც გავაჯმევინეთ და დავრჩით სამნი. მაგრამ თუმცა გვაქვს რაღაც უცხო ფორმატის გადაცემა გვექნება, გვინდა რომ შევეხოთ ისეთ თემებს, რაც გვაწუხებს. ხო. რაც გონია რომ მარტო ჩვენ კი არა სხვებსაც აწუხებს. მე მაგალითად მეყამას უხებს წელი ძალიან. მე ძალიან დიდი ხანი წელი და მუხლები მაწუხებს. ფასტა გეუბნები რომ ჩემი სპონსორი. ყურზე როდის მივიდეთ? ყურზე და პრავაზე მივიდეთ. ყურის გასახრედად. ხო, ყურის პრავის გასახრედად და ყურის აფასებად. ხო და ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რაც, რა ვიცი, ჩვენ გვაწუხებს. რომელი თემა რა იყოს? სტუმრებით, ანუ შემდეგ ეპიზოდებში სტუმრებით ისევ იქნებიან, თუმცა დღეს რაღაცა ჩვენ ბოლო რამდენიმე ეპიზოდს სადაც სტუმრები ყავდა, ისეთი იმ აურაცხელი ეპიზოდებიდან მრავალფეროვანი გამოხმაურებები მოყვა რა. ზოგმა რა იარლიყი აქვს ხო ზოგმა რა ზოგმა. მაგრამ მე ყველაზე მეტად მომეწონა რომ კაცების ჩინური ვერსია ხარ. ეგ ისეთი ეგ ყველაზე ხშირი არის ალბათ. მე ყველაზე მეტად ეგ მომხდა გულში. კაცები. მაგრამ მე ყველაზე მეტად ვიღადავ ჰომოფობებიო შეჩემაი. ჰომოფობებიც ვარ? კაია, ესე იგი ტრენდი ყავს. ტერი გავიჩინეთ. ხო, ძალიან ბევრი კაცებს ძალიან დიდი პატივი აქვს პირადად მე მაგათ ყველა გადაცემას უყურებ ხომ, მაგრამ არავის პატენტი არ მინდა რომ ვიყოთ. ანუ არანაირი სურვილი არ მაქვს არც მან. ხო, ცდილობები გვაქვს რომ ხან რა მოვცადოთ ხან როგორი ფორმატი ხან როგორი, ამიტომ ჩვენთან ერთად უდარჩებით ბოლომდე. რაღაც ერთ ნიშას დავიჭერთ და მივყვებით მაგას. ანუ რეალურად ლაგების პროცესში ვართ და რაღაცა ბევრ რამეზე ვფიქრობთ, ნელ-ნელა ვლაგდებით, მაგრამ ტვინი გაყინულია და დიდი ხანი არ გვჩება ფიქრი. მე მაგალითად ბელიკვირის განმავლობაში რო ვფიქრობ ხოლმე რაღაცებს როგორ ტრანსფორმირდეთ საიტი. ანუ გადაცემამდე ვიტანო ეს. გადაცემამდე ყველაფერი მოვიწყდება. ძალიან ძლიერი არგუმენტი იყო. ხო და მანქალიას იასვარი რო არ ყვა. ეს ალბათ თავში უნდა ყოფგვეთქვა პირველ რამდენიმე ეპიზოდში, მაგრამ რაღაც სირული იარლიყები რო არ გქონდეს მიკრული, ჩვენ ვიწყვით მართლა ვინ ვართ და თუ არ დაიჯერებთ, ჩემ ყალეს აგება მომწონს. მე მექნება coming out-ი რა დღეს. ანუ coming out-ი არის რა არის? coming out-ი არის გეები აკეთებენ მაგას რა, ანუ აღიარებს რომ გეია რა. მოდ მე მექნება სხვანაირი აღიარება. სხვა აღიარებები მექნება. შევეხოთ იმ თემას, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენ ნელ-ნელა ნენელა მივეპაროთ, თორე გაიგზავნე. კი. მაგრამ მივეპაროთ. ან დღევანდელი ძირითადი თემა იქნება დამოკიდებულებები და ნუ მეტწილად ვისაუბრებთ თამაშზე ალკოჰოლიზმი, ლუდომანია. ხო, ალკოჰოლიზმი და ლუდომანია. სიგარეტზე დამოკიდებულებაზეც ვისაუბროთ. ჭამაზე ანუ ზოგადად მავნე ჩვევების და მავნე ქცევების დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ ჩვენი გამოცდილებებით. ხო, შეიძლება. ჩვენი პირადი გამოცდილებებით და ჩვენი პირადი დაკვირვებებით რა. არც ექიმები ვართ, არც ექსპერტები ვართ, მაგრამ ბევრ ექიმზე და ბევრ ექსპერტზე მეტი შეიძლება დასკვნები შეიძლება დავარ. ხო რა, რაღაცა ინსაიდური ამბები ძალიან საინტერესოა. მე ზოგადად ეგეთი ტიპების მოყოლილი გამოცდილებების მოსმენა ბევრად უფრო მაინტერესებს, ვიდრე ესე შეილამაზე. ეგეთიც საინტერესოა და საჭიროც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი უშუალო ისტორიები, რომელიც პირადად ერთ კონკრეტულ ადამიანს გადახდა, ჩემი აზრით უფრო საინტერესოა. ანუ თან ამბავი. აი პუნქტზე არის უკა დამოკიდებული. მე ვარ პუნქტზე დამოკიდებული ადამიანი. პუნქტომანია მჭირს. თან ამბავი ის არის, რომ მინდა რა პუნქტი ბუნკერი რო ქვია. მე ხავე ჩა. ბუნკერი რო ქვია, ისე ბევრი რამის გამოქვია ბუნკერი, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი ის არის, რომ რაღაცა როგორც ყველა ჩვენც ნაგვიდან მოვდივართ და აი მაგ ნაგავზე ყველაზე ისეთ ნაგვიდან სუნიან ნაგავზე. ხო. ხანდახან ხდება ისე რომ უკან გვიწევს დაბრუნება, იმიტომ ცხოვრება ესე ერთი მიმართულებით არ მიდის. ესე გონია რომ რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ და რაც უფრო ფართო მასშტაბზე ახერხებ ადამიანი მაგ დამოკიდებულებებიდან გამომდინარე საკუთარი დამოკიდებულებებზე საუბარს, მით უფრო ამარცხებ და იმარჯვებ. კი ბატონო. მით უმეტეს მეგობრებთან ერთად ესე ღიად რა.
ბევრად მგონია რა ბოდიში ჩაგიტყევი მგონია რა ვიღაცას თავი მარტო შეიძლება ეგოდეს მაგ სიტუაციაში რა იგი უცნობდეს თავს და ბევრისთვის შეიძლება მაგალითიც ვიყოთ და ბიჭო სულ რომ აი კაი მაგალითად პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ მაგალითად მე როცა ვიყავი რა და თქვით ბოდიში გაწყვეტინებთ თქვით რომ ცოტა შორიდან მოუვაროთ ხო და პირდაპირ დავიწყო რა დავუნდით ეგრევე არაყი გამოიტანეთ და გაჩვენებთ ყველანაირ დამოკიდებულებას როგორ უნდა დამოკიდებულება როგორ უნდა ხო არა ის რომ ვებძვით ჩვენს დამოკიდებულებებს არა ხუმრობის გარეშე მე როცა მეც ხუმრობის გარეშე იმაზე ვიყავი თამაშებზე როცა ვიყავი დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე ყოველთვის ვიცოდი რომ სულ რაღაცას ვაკეთებდი რა და რაღაცნაირად სულ მაქსიმალურად უმალავდი შემეძლო მაგალითად საპირფარეშოში შევსულიყავი 3 საათის განმავლობაში და საყომაროდ ხო იასნია რომ ვინმეს არ დაინახა რა და ანუ დიარია მაქვს სულ ვიცოდი რომ ცუცო ვაკეთებდი რას ვაკეთებდი და ბევრჯერ მიფიქრია რომ აი მოდი აღარ გავაკეთებ მაგრამ ის გახსოვს როგორ დაიწყე კი მახსოვს ყველაფერი მახსოვს მაგრამ არ მახსოვს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ მაქამდე როგორ მიდიხარ რომ უკვე ხვდები რომ დამოკიდებული ხარ ხო აი როდის დაგენძრა რო იგებ ხო ეგ პროცესი აი ეგ ნაწილი გამოტოვებული მაქვს რა შეგრძნების დონეზე ვერ უგზნობდი ხო და აი როგორ ფიქრობ რა ნაბიჯი იყო ის გარდამტეხი რომ პირდაპირ მან გაგაძრო რა უკვე ბიჭო მე გეტყვი მოიხედე რომ ძალიან დაძრეული მე გეტყვი რა იყო საერთოდ ჩემთვის ეგ პროცესი ხო იმიტომ რომ მან მოგება წაგებას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა თავარი იყო რომ პროცესში ყოფილიყავი რა ან პროცესის მიხედვით სიამოვნებას ღებულობდი ვერანაირ სიამოვნებას ვერ ღებულობდი აი რა იყო თემა რა არის ამავალი წერტილი აი არ მესმის ჩემთვის ეხა ვიღაცთვის შეიძლება სხვა რამე იყოს მაგრამ მე ეხა პირადად ჩემთვის რაც იყო იმას ვამბობ რა ძალიან ისე გულწრფელად ვიტყვი ყველაფერს აი რა გითხრა ელემენტარული რამეზე ნერვები მოგეშლებოდა ან რამე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდი აი იქ რო შედიოდი პროცესში სულ ერთი იყო საიდან თამაშები ტელეფონიდან თუ რაღაცა პროცესში რო შედიოდი აი ქრებოდა აი ყველაფერი და იმენა იმის ნაწილი ხდებოდა პროცესის ნაწილი გაქცევა არის გაქცევა ერთი რაც იგივე ალკოჰოლზეა რა და თავის არიგება რაღაცა გადაჭარბებულ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე და გამოვლინებაზე პრობა და პროცესით რო შეგიძლია უყოთ ეს არაჯანსაღი თუ არის ზოგი ხან სპორტით ახდენს გაქცევა ზოგი საფათო ექსტრემალური სპორტი ჯიმით მუშაობით ზოგი ხატვით ზოგი იმით ხო ხტები ეგ ჯანსაღია რა იქაც არის არაჯანსაღი საფეხურები და გადახრები მაგრამ ეს რო პირდაპირი გაგებით რო გვნებს შენს და შენს გარშემო ხალხს ბიჭო ხო ეგეთ გაქცევის ერთ-ერთი მეთოდი ყველაზე იდეალური გაქცევის მეთოდი გული მაგ პერიოდში ხო ჩემი ეგეთი ქმედებებით მაგრამ მადლობა ღმერთს ძალიან გასხმულიც არ მქონდა და ეხა მოყევი რანაირად მობრუნდი იქიდან რა ეგ არის სირცხვილით რა მაგრა შემრცხვა რა ერთ დღესაც ისეთ თანხას მოვკიდე ხელი რომელზეც ხელი არ არის ერთი ეტაპი რომ სირცხვილი უკვე ბიჭო არ ვიცი მე ანუ სირცხვილის ეტაპის იქით არ წავსულვარ საბედნიეროდ ხო იცი რო არის ეგ არის როგორ არ არის ზოგადად ისეთი ეტაპებიც არის რომ არც ეგ სირცხვილი არ მოდის რა ხო თავიდანვე არ შეულებრივად ხარ მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარი გართობა გადაიქცა საბოლოო ჯამში ძალიან დიდ პრობლემად და ხო მაგრამ ანუ ეს ბანალური დიდი პრობლემა ხო აი ეგ არის ძალიან საინტერესო ჩემთვის აი დღემდე ვერ ხსნი რანაირად შეიძლება ეგ მოხდეს მაგრამ ეგრე არის რა ამ თელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის რომ მომიგია წამიგია რა თქმა უნდა ყველაფერი გავლილი მაქვს ბევრიც მომიგია ცოტაც აი მომიგე ბევრი ოკეი გადავიტანე ბარათზე რა ონლაინ თამაშობია გადავიტანე ბარათზე მე ვზივარ და აი ფული მაქვს ახლა რა ვქნა რაში დავხარჯო გაკეტილია და ფანტაზია ხო არაფერი არ მოდის ბიჭო გასხმული გაქვს ამ ხელა იდეაც არ მოდის რაში დავხარჯო და ზიხარ ეს სირივით იცი მაყუთი გაქვს ვერ მოიფიქრე რაში დახარჯო და აი მოდი ცოტას მოდი თამაში გავაგრძელებ და მომაფიქრდება რამე მე იასნა ყველაფერს უკან უშვებ და რაც გაქვს ზემოდან მრავალწლიანი მაგ პროცესში დაკვირვებებით და ძალიან გამოცდილი ტიპებით აი შედგენილი ყველაფერი ისე რომ შენ მან ფულს რომ მოიგებ ერთადერთი ფიქრი და ფანტაზია გწდება იქ რომ შებრუნდე და გააბევრო არა ხო და ეგ მუღამით არ იყო რომ გააბევრო პროცესი იყო შენზე არა კაი შენზე ეგრე არ უმოქმედია მაგრამ ზოგადად ეგრე არის რა ტიპები იმისთვის თამაშობენ პროცესში იყვნენ და ფულის როცა რამდენი ფულის არ უნდა მოიგოს გამოდის და 2 დღეში 2 საათში თუ 3 წელიწადში ბრუნდება იმიტომ რომ პროცესი ხანგრძლივობს ის იმდენად მარტივადაა ყველაფერი მოწყობილი იმისთვის მარტივი ხელმისაწვდომი ენდორფინები თუ რაც ქვია მაგას იმდენად მარტივი სიამოვნებაც თუ რაც ქვია რა რომ
ყოველთვის იგბრუნდები რა. ხო. ეგ მაღაზი არის თლიანად აგებული მთელი სისტემა, ყველაფერი, ანუ ყველა მელოდია, ყველა დატრიალება არის მაღაზიზე მოწყობილი. ისევე როგორც ანუ მარკეტინგი ხო მაგრამ მუშაობს მაღაზიაზე, ხო ვითომ აი გზალა და თვითონ ინტერიერი და ანტურაჟი გიქნის მაგას რო დღის ღამის დროის სხვა ანუ გარესაფაროსთან კომუნიკაციის სოციალური ქსელების სკროლაც იგივეა რა. ხო, ანუ ბევრნაირი არაფერი არ გაინტერესებს. მარტო ატრიალება. შოპაჰოლიკების ხო არის? შოპაჰოლიკები ზუსტად ეგ არის ძალიან მაგრად გათვლილი მრავალწლიანი ტექნიკა და თემა რა არის? არსებობს აი შენ თავში სწორად აღნიშნე რომ არის რაღაცები რაც გაზიანებს ყველა შენ და შემოყველას არის რაღაცები რაც ანუ არავისაც დიდად არ აზიანებს რა. ო ირბინე. მაგალითად რავია შოპაჰოლიკო თუნდაც აყიდულობ ეგეც დამაზიანებელ ეტაპებზე გადაყენს რა საკლებ მატერიალურ რესურსს და ვისაკლებ ამ რესურსს და რა სყიდულობ ბევრად უფრო ნაკლები არის სყიდულობ და რა სიხშირით ყიდულობ და თამაში მარტო ეგ არ არის ანუ ხასიათს გიცვლის სუცუთ ხასიათზე ხარ კი იგივე არის ალკოჰოლის ხარ სუთ ხასიათზე იგივე არის αλკოჰოლის ალკოჰოლზე უბრალოდ უფრო სიღრმისეულად რა მხრივ შეგვიძლია იცი просто აი ერთს დავამატებოდი და ალკოჰოლზე თუ გინდა ისე მაგაზე ველაპარაკო აი ერთი რაღაც ყველაზე ისეთია რა ხელშესახები ჩემთვის რაც ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო მაგ ჯოჯოხეთში შევეშვი აი მართლა რა გითხრა ღამე რო გათენდება რა აი საერთოდ სხვანაირი ფიქრები შემოვიდა თურმე არსებობს რომ ფული სხვანაირად ლამაზად შეგიძლია დახარჯო რო დაბრუნდი მერე ხოლმე შეშვების მერე ხო და რაც ყველაზე საინტერესოა ფული სულ მაგ ხო ანუ სულ მაგ თუ მანამდე ვიყავი რომ 100 ლარი 200 ლარი მასას ხარ 50 ლარი ხო არ გაქვს 400 ლარი ხო არ გაქვს მაქსიმა ხინჯებშიც გადადიხარ და თურმე ეხა გაიჩნდა რომ აქეთ უსესხულობ ხალხს ფულს იმიტომ რომ გამიჩნდა მე ხო აქეთი 100 ლარი ის შეშაგებია პრობლემა აი მაგ მე გაშტაბული რა ანუ თემა რა ამით რის თქვა მინდა იცი აი ვინც იმიტომ თამაშობს რომ მოიგოს ხო ყუილია თავიდან ძალიან ყუილია ან თავის მართლება არ ვიცი რა აი არის თამაშობს და ფული გაუჩნდება უეჭველი გაუჩნდება კი გამოსავალს ნახავს რა უეჭველი ყველა ვარიანტის მაგრამ იგივე არის გეუასება ის უნდა აკეთო დიდი ხნით აბსოლუტურად თითქმის ყველაფერი საკაიფოდ იქნება უბრალოდ სხვა მონაცემები არის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც რა ჩემი გადმოსახედიდან ალკოჰოლს აქ თან ყველაზე მახინჯი რაც ყველაზე მეტად არ მოწონს ალკოჰოლში არის გარომანტიზირებული რო არის ალკოჰოლი. რომ საჭმელს ხდება ჩვენც და ზოგადად ეგრე არის. ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი კინო, რაც არ უნდა წაიკითხო, დაჟე უკვე კულინარიაში ხო გეუბნებიან რომ სტეიქს ხდება წითელი ღვინო, თევზს თეთრი ღვინო. ეგეც ხო უკვე რაღაცა კი გავიგე იგეულებიან რომ ერთი ჭიქა უნდა დალიო, მაგრამ ერთ ჭიქაზე ჩერდება 3%. მერე გადადიხარ მარაზმში რა. ფილმებზე ძმაო, მე პირადად მე შემიძლია ვილაპარაკო, რამდენად მახინჯი წარმოდგენა შემიქმნა ზოგადად გულაობაზე რა. რა, ფილმებმა? ფილმებმა. აი ეს ფილმებში ალკოჰოლის ფილმების მარტო ალკოჰოლი არა, ზოგადად პრომოუშენი გულაობის. აი პირველად რა უყურე პროექტი X-ი. იქ რაღაცა Superbeds რა, ეს თინეიჯერებს და სტუდენტების ფართებს რო აწყობდნენ, აი ჩემი ოცნება იყო რომ ეგრეთ აი წითელი ჭიქით, როგორც ამერიკულ ფილმებში არის. ერთჯერადი ჭიქები ამოყირავებული დალევა ხმოდა რომ ასხავთ ბიერპონგი, გოგოები, რაღაცა ამოყირავებული ფრანგიცმები, აი ეს იყო იმდენად ის მქონდა რა, აი ნატურად მქონდა წარმოიდგინე ქსეული რა და უკვე სტუდენტობაში რო შევაბიჯე, ეგ პროცესები თბილისშიც გაიჩნდა რა, ჩვენ 90-იანების ბავშვები ვართ. 90-იანების გართობა იყო რა, სტუფრა, ჩეხაობა, გარეთ ხელის გამოჭრა. რა და ნუ იყო რაღაცები. იქაც იყო რაღაცეები შეიძლება რაც მე არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ 2010-იანებში ვიყავით უკვე სტუდენტები რა და 2010-იანებში თბილისში უკვე ხარისხიანი გულაობები შემოვიდა რა. ფართი, DJ ჭუბი არ იყო. კულტურული შოკი დამემართა ძმაო პირველად ლისი უდი რო გაიმართა ლისზე რა. ოღონდ სხვა ოკაცია ანაკეთ არის. 2011-12-ს გეუნები, ძალიან აკეთაც არ არის. რა, 20-22 წელი. 2010-იანების დასაწყის პირველი მაგ დროს გეუნები რა და მაგ დროს როცა მე პირველად ეგეთ წვეულებაზე გავიჩინე რომ არავინ არ ჩხუბობდა, გოგოებიც ეკვავენ, მუსიკა ლამაზად ისმის, ალკოჰოლი რაღაცა მოიტანე რაც გინდა პროსტო პარკში ჩაყარე და ეს ჭიქებით და რაღაც ანუ ჩემ თვალში ეს ყველაფერი აღდგა რა რაც ფილმებში ყოლა რა. მანამდე დიდად არ გიждდებოდი დალევაზე, ხაი რო გითხარო თინეიჯერობიდან სვავდი, საერთოდ არა რა. მე დავიწყე მოშნი დალევა სტუდენტობის დროს რა, იმიტომ რომ აი ამ წრეში აღმოჩნდი.
და ეს წრე იყო ჩემთვის აი ეს ფილმებით დამახინჯებული. იყო მიზეზი, რომ აქტიურად დალევა დაიწყო. მე ეგრევ ხედავ რა, იმიტომ რომ მანამდე არ მქონდა არანაირი დამოკიდებულება, რავი, ერთ ბაკალურში გაგლეჯილი მთვრალი ვიყავ და არც მიყვარდა დალევა, მაგრამ აი ეს სივრცე და ეს ატმოსფერო რომ შევიგძენი ჩემ გემოზე, რომ იქ რაღაცა ბართან მიხვიდე და გამოიცეკო და არანაირი აგრესია არ არის, მომეწონა რა და მოვიწამლე მომენტალურად, იმიტომ რომ ეს აქმა რაც მქონდა, რომ აი წვეულება ესეთია, უცბად შეხორცდა რა, გასის ხორცს და თუ როგორც არის და მაგის მერე ძმაო, აი ჩემი ის იყო ერთადერთი მიზანი, ფული მეშოვნა და მე რაღაცა ეგეთ წვეულებაზე, აღმოჩენილიყავი უკვე მთვრალი. უკვე მთვრალი, უკვე ფხიზელი, ეგ უკვე მე ტექნიკური ნაწილი. მაგაზეც შევედი. 4-4-2 თუ 4-3. ხო, აი ეგ არის ზუსტად. მაგრამ იმ ლიგაზე შევედი რა. ჩემპიონთა ლიგაზე გავიჩითე რა და ეს იყო ჩემთვის ეხა ცოტა მაჟრიალებს. მაგრამ მე უკვე 30-ებში მივხვდი რომ ანუ აბსოლუტურ სიყალბეში ვცხოვრობ. ბიჭო, წაწრე ახსენე რა. ისე წრესთან არ ქონია შეხება წამალს რო იჭირავა? ბიჭო, როგორ არ მქონია, მაგრამ მე არასდროს არ მომდომებია და ჩემს გარომანტიზირებული ეგ არის. შეიძლება რაღაცა წრეს არ ვაბრალებ რა. დრეკილების თემაც იყოს. არა, წრეს არავის არ ვაბრალებ საერთოდ რა. ყველაფერია ჩემი ბრალი, მაგაზე სული პასუხისგებელი ვარ. უბრალოდ ეს ბავშვობიდან ის ზონასაც გადის მაგას არ ჩემი სფერო ვიპოვე რა, ჩემი ატმოსფერო, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობდი თავს, ნასვამი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხა ხიზელი, რავი, რომ მომყავ ვერ დამსვავ, ვერც ლისიუდზე და ვერსად რა პირიქით. ძალიან შევწუხდები რა და მაშინ ეგრო აი ფილმი დავინახე ჩემწვალ წინ ეგრევე გავგიჟდი. მე არც იმ ლისიუდის ორგანიზატორებს ვაბრალებ, არც ჩემ წრეს. ჩემი ბრალია უბრალოდ ფილმებიდან მქონდა ეგეთი დამოკიდებულება. და როდის დაამოყამე რომ დამოკიდებული იყავ? ბიჭო, სადღაც აი უკვე 27-28 წელს. ანუ პროცესში გეფიქრებოდა? არა, ხო, აი ეგრევე ვიყავი მე. ეხლა და უბედური ვიყავი. არც პახველი ამაწუხებდა. თან ძალიან მაგრად ვერთობოდი. ისე კაია რომ თქვი რომ უბედურს რო არ ქმევ მაგას ეგ უბედურება, იმიტომ რომ მე პირველივე დალევაზე მაგას ოცნება წარე გამოცდილება მიმეღო, რომ მეორე დღეს გულისრევები და მოწამლები და ამბები საერთოდ შევეშვებოდი, მაგრამ ისე მივიღე და იმდენად კარგად წაიღო. შენთვის იყო შექმნილი. შენთვის იყო შექმნილი და აი მეორე ტიპი ვიჩნდებოდი, რომელიც აი ეს ცოტა მორცხვი ჩემი თავი გადაიდო და ეგრევე ეს რაღაც აბსოლუტურად იხსნიდა მთლიანად იმ რაღაცა დამაბკოლებელ. ხო, და ის ტიპი გავიჩინე ყველასთან შემეძლო მისვლა, გოგოსთან, იქ რაღაცა წამო მანქანის კაპოზე. კაცებთან, სასმელი იმას გიხსნის. ხო, რა, მაგ კომპლექსი და თავდა ის რა ქვია, თუდაჯერებულობა მომიყვა, ყალბი რა თქმა უნდა რა. და დროებითი ძალიან დროებითი და ამოფხიზლებამდე მივხვდი ცოტათი დამაგვიანდა, მაგრამ მაინც გონია რომ მალე მივხვდი, იმიტომ რომ აი უცბად რომ შემოვიხდი, გამოტრიალდი ეგ ერთი კადრი მახსოვს რა, რაღაცა ეგ ეწვეული ერთ-ერთ მორიგ წვეულებაზე ვიყავი. აღარ მახსოვს ვინებთან არც აქ მაგას უშველობა ვისთან ერთად ვიყავი და შემოვტრიალდი და აი უყურებ ამ ხალხს და ამათთან რა საერთო მაქვს ვერ ხვდები რა. ის კი არა რომ მე ამათზე მაგარი ტიპი ვარ ან ესენი ჩემი. არა, შენი საკუთარი იდენტობა ვეღარ დააკავშირე რომელიღაც მომენტში. ამათთან მეთქი, რაზე უნდა ვილაპარაკო, ერთადერთი ახლა რაც შემიძლია დავამატო გიჟივით, რომ ეს განსხვავება ეხლა რაზეც ვფიქრობ, ის ვეღარ ეს მიგრძნო. ფიქრები ჩავრეცხო და ისე უაზრო ტიპი გავიჩიტო, რომ ეს რა მაგარია რა, ეს ყველაფერი ყალბი ოღონდ რა და გაგი, ყა შენც ქონდა როგორც მე სირცხვილის თემა. ბიჭო, ოღონდ მე ისეთი არაფერი არ დამიშავებია, მაგალითად რომ რაღაცა სახლიდან ან ვიღაცისთვის რაღაცა წამერთმია რომ დამელია ეგრე მაგ მდგომარეობამდე არასდროს არ მივსულა, მაგრამ შემწყვენია იმის რომ მეორე დღეს დიდად ეგ არც ახასიათებს. როგორ არა ბუკა უკვე არა გაჩნია როგორი სიმპტომები გაჩნია ფსიქიკაზე ეგ და სად გაჩერდება როგორ ექცევი ადამიანებს ნასვამ მდგომარეობაში ბევრად უარესი ტიპების მინახავს ნასვამ მდგომარეობაში კი ხო და აი მაგმომ სირცხული როგორ არ გამიშთა სირცხული გამიშთა იმის მიმართ რომ რამდენი დრო დავკარგე რისთვის დრო ენერგია რესურსი ჯანმრთელობა არავის არ დამიშავებია მაგაზე აი რავი შევიდა თავი დავდო 1-2 თუ ვიღაცას რაღაცა ვაწყენინე მაგას არც უნიშნულო მაგრამ ყველაზე ძვირფასი ადამიანი ვარ მე ხო ჩემი თავის და იმას ვავნე ყველაზე მეტი და მე უყვარავ ჩემ ოჯახს ესე იგი იმათაც ვავნე ჩემ მეგობრებს ესე იგი თქვენს გავნეთ რა იმიტომ რომ მე რაღაცა შენიდან გამომდინარე ჩემი რესურსი შემეძლო აბსოლუტურად სხვა რამეში გამომეყენებინა ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი სინამდვილე რომ ამდენი წელი უაზროს მასში და წეულებებზე გართობაში წეულებებში თუნდაც თამაში და ეხლა რა ბოლო რამდენიმე წელია დავიწყე დაკაჩვა და პროსტა რომ დავფიქრდები ხოლმე ჩემს ეს ყველაფერი ეხლა რასაც ვაკეთებ ბოლო რამდენიმე წელი
თავის დროზე რომ ეკეთებინა, ხო, ეხლა წარმოიდგინე. რა ვიცი. მაგრამ მაქსინანულს არ უნდა მიეცე. არ უნდა შეარო სინაუზე პირიქით, ხო. რაღაცა პატარა დოზით მაწუხებს და მწყენს. ნუ სულ ვერ გათავისუფლები იმის. ვერა, ხო, მარში თერაპიები და რაღაცები უნდა პირიქით, ჩავიტანო. უფრო მეტი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ. ხო და შენი გამოცდილებაც მოყევი რა, ეგეც საინტერესოა, რომ მე და შენ ცოტა მსგავსი ისა გვაქვს რა, შენ ცოტა სხვანაირად ერთობოდი ალკოჰოლის. ჩემი გამოცდილება ხო ანუ აი თინეიჯერობის ხო. ასაკში მარტო ეს აი დაბადების დღეებზე და რაღაცა გიტარა და სიმღერა და შეკრებები და რაღაცები ეგეთი ნუ იშვიათად რა თქმა უნდა უნივერსიტეტში რაც ჩავაბარე პირველი კურსიდან მოყოლებული აი ეს რაღაცა უნივერსიტეტი და სრული დამოუკიდებლობა და ის რაღაცა თავი რო კაცი აბიტურიენტობის და პრეაბიტურიენტობის ის რაღაცა წელიწადნახევრიანი მიზანი რო აი ჩაბარება ეროვნული გამოცდების და აი ეს რომ მოვწიჭკე თან მე მუშაობას დავიწყე და რაღაცა ხო, მუშაობას დავიწყე მაგ დროს, მაგ პერიოდში და უკვე ფული რო გაგიჟდა. ოჯახიდანაც სრული ინდობა და სრული თავისუფლება მქონდა, ეხლა ყავს საახლობლოში და სამეგობროში და სანაცნობოში ისეთი ადამიანები, ვისაც 25-30 წლამდე აკონტროლებდნენ და ურეკავდნენ და სადახარმოდი და ანუ სრული ინდობა ეჩემ მანქანის ტარიბა რომ ასწავლა 12 წლის ვიყავი რომ გამატანა იმის მერე მანქანა ანუ ისეთი ინდობა მქონდა ანუ მაგას უშავ ხას რა და რაღაცაერად ამ ყველაფერმა იმანაც რომ ანუ კარგი სიმთვრალე მქონდა და ანუ არ რაღაცა კონფლიქტური არ ვიყავი ასევე სახლიდან არ გამქონდა არაფერი იმისთვის ხო რა ვიღაცას არ წაგირთმევია რომ დაგელიო რო არ დამავიწყეს მე გახდი კონფლიქტური და პარალელურად ნუ ეხლა შიგადაშიგ რაღაცები მომხდარა რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში სისტემატიური სმა ფსიქიკას ნევრულ სისტემას ემოციურ მდგომარეობას ფლიანობაში იმდენად აზარალებს რომ შეიძლება საერთოდ არ იყო იმ მომენტში ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მაგრამ იმდენად დიდი ხნის მანძილზე შენი ორგანიზმი შენი ტვინი ნერვული სისტემა ფსიქიკა გაჯერებულია ალკოჰოლით რომ ფაქტიურად 2-3 დღე შეიძლება არ კონდეს მიღებული ალკოჰოლი, მაგრამ ფხიზელი არ ახარ. ხო. წლების განმავლობაში რომ პირაში 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, ერთხელ, 5-ჯერ ახალ წლებზე 24 დღე გადაბმულად, მე 8 დღე არ დამილევია. მოწამული არ დამილევია, არ ახარ ფხიზელი. ეს მანამდე 8 წელიწადი სვავდი. ხო, ანუ დიდი ხანი ჭირდება. მინიმუმ უნდა გავა. ორგანიზმიდან სრულად გამოსასვლელად ჭირდება 2-დან 3 თვემდე. ბიჭო, არა, მგონი 6 თვიდან იწყებს ფსიქიკიდან გამოსვლა. ეგ არის ჩვევის საკითხი არის ეგ რეფლექსური ჩვევის საკითხი არის რომ აი ეს მომენტი რა შევიკრიბოთ დავლიოთ ანუ შევიკრიბოთ დავლიოთ გავისეირნოთ დავლიოთ რა შევიხوار გავიშალ დავლიოთ რა უკნა ფეხბურთს ხო რა დავლიოთ PlayStation-ი ვითამაშოთ დავლიოთ ფეხბურთი ვითამაშოთ ამ რაღაცა მოდი დავლიოთ და და დასალევად წავიდეთ მე რას ვაკეთებდით დასალევად სანამ წავიდოდით აი ამ წვეულებაზე მანამდე მე და შესაძლოა გავდიოდით ან ჩემთან ან შენთან ან სადმე ბუნებაში ან ერთ-ერთზე დავლევდით და მივიდოდით დასალევად საათნახევარი დიდხანს ანუ საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში მივიდოდით სადღაც რომ აი ეს რაღაცა მოგქონდა თავი რომ ვითომ მაგრად სვავთ და აი მაგრად ვერთობთ და რა იდიოტობა ამასოულს ხო და აი ამ ყველაფერმა აი ამ რაღაცა კარგმა სიმთვრალემ დობამ იმანაც რომ პარალელურად ყველაზე დიდი მითი არის კაროჩე ალკოჰოლი მიდი დამთავრდა იმან რომ პარალელურად ანუ რაღაცა მუშაობამაც ვარჯიშმა რაღაცა აი ამ თემებმა შემიწყო ხელი რომ აი ძალიან ჭაობის პირას იმაზე კიდეზე დადიოდი კიდეც აი ხო კიდეზე და ანუ თითქმის ფსკერამდე ნუ ეხა ესე რაღაცა შეურაცხყოფა და ჭტილი არავის არ მინდა მივაყენო მაგრამ რაღაცა ბნის და ტროტუარის დონეზე არ გადავწეულ არასდროს იმიტომ რომ სულ მქონდა საქმე ვცდილობდი სპორტით დამებალანსებინა რაც ესეც რაღაცა ანუ აბსოლუტური რაღაცა სულელური აკვიატება იყო რომ აი დალევა და მეორე დღეს ძალიან ახმელიაზე თუ არ ვიყავი დილას სამსახურამდე ვარჯიში და ვარჯიშით გამოსვლა ანუ სრული მარაზმი არის ანუ ამით ვცდილობდი რომ დამემტკიცებინა რომ აი უყტავი ვარ და რომ აი ეს მაგარია რომ აი ფრაზა ახმელიაზე ჩავალ და ჩვენ უკვე ვიყავით ფრაზა გახსოვს არის ყველაზე დიდი და ყველაფერს ანუ თან პირი პროვოცირებას რა უწევს რომ ანუ დალევა რაღაცნაირად ანუ ტრადიციული ჯეროდათ კი კანონმდებლობით არ არის აკრძალული სისხლად არ ითვლება ზუსტად იგივენაირი მავნებლობა მოაქვს და იგივენაირად ბიჭო ლოთობა იგივენაირად დამაგრებელი და სხვა გზით ხო ჯერ ვერ შეცნობილი და გაუცნობიერებელი გზით მაგრამ ლოთობაც თამაშიც ძალიან თავისუფლად შეგიძლია შეფუთო ლოთობა ისე ლამაზად რომ შენ დაგეკნევა ინტელიგენტი ლოთია და აი ზუსტად მაგას აი მაგას გადაობდნენ ჩემზე ზუსტად რომ ბუკა ინტელიგენტი ლოთია რა იმიტომ რომ სუფრაზე ვიჭითებოდი გიტარა სიმღერა ამბავი კლუბში სხვანაირად იქაც კლუბში მეძინა მე
სამხანაში გეცი და მე მე შეჩემა მერე ნიკუშას დაგეძინე. პოეტია და სხვანაირად რატომღაც ვერ წარმოუდგენია ხალხს. ხო, აბა რა თქმა უნდა, პოეტია და არა არასდროს არაფერი არ დამიწერია, არაფხიზლო. ყველაფერი ხიზლ გონებაზე მაგაკეთებ. როგორ შეიძლება რამე დაწერო? შესვენების დროს. აი წვენი მომაწოდეთ თუ არ შეწუხდა. აღარ არის. მაცივარში. ნაცრისფერში. კიდე რაღაცები არის იქ მაცივარში. ამ თემატიკასთან დაკავშირებული. ტაბლეტები და როგორი ფარისეულობას აკეთებ. ბიჭო, კი. ხო, ამ ყველაფერმა რაღაცაირად აი სულ მე მინდა რა. It's okay. ეხა ხო გავიარეთ, ვის რას ვაკლებ? დამოკიდებულებები ვართ რა. ვიყავით უბრალოდ. ნუ კიდე ვარ. მე ვიძახი რომ კიდე ვარ, იმიტომ რომ ხო, აი ეს დავამატებ რა და აი ეგეც გავაგრძელოთ რა, იქო რა. ხო, მიდი. ანუ თანიბაზე. როცა აი მე და შენ ვილაპარაკი ამაზე ბევრჯერ. კი. რო გავაცნობიერეთ, რომ უკვე ზედმეტებში ვიყავით გადასული. მადლობა. და არ მინდა მე მისხია. მაქედან ალბათ დაახლოებით სადღაც 3-4 წელიწადი დაგჭირდა რომ ანუ აი ეს ქმედებამდე გადავსულიყავით ხო? ბოლომდე. ქმედებაზე გადავსულიყავით. ხო. ეხა ნახე. მე მინდა რომ ისეთ მითებს შევეხოთ როგორც არის მაგალითად რა უნდა აკეთო თუ არ დალიე. ხო. ანუ ეგეთი სტერეოტიპი თუ რავი მითი ქვია რა მაგას ან ჩვენ თვითონ რამდენჯერ გვიქით დაგვიწყოს. ძალიან ბევრჯერ. ჩვენი თავის ეგ შეგეთ. ხო, კაი, რა ვქნათ. რა ვქნათ? და ვერაფერი და ვიშლებთ. ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ ჯერ კიდე ტვინი ისე მოწამლული გაქვს ალკოჰოლით, რომ მართლა ფანტაზია არ ყოფნის. დახსული გაქვს როგორც ყველაფერი. აი შენ ხო, თამაში. ყაპუნზე და თამაშზე თქვი რომ რამდენი პულიც არ უნდა მოგეგო, მაინც ფანტაზია ხო, იქ არა. მიგდის ხო, არაფერი, სხვა ეგრე არაფერი არის არ. ალკოჰოლზეც. ზუსტად იგივენაირად არის. დალევის გარდა შენ ალტერნატივას ვერ ხედავ, რომ რაღაცით გაერთო. ალტერნატივა არის კიდე უარესად დამძიმება და იქ მოსაწევი იჩითება, უფრო მძიმე ნარკოტიკი. ხო, მე დალეულზე მოსაწევი მოსაწევი, აი მოკლედ, მე მიდიხარ საერთოდ მან მითი ჩემთვის არის ეგ, მითი რო ახსენე რა. რომ მოსაწევი რო ნარკოტიკი არ არის. აი გარი ჩემთვის უდიდესი. მე მგონი უკვე დაიგრა ეგ მითი. ძალიან დიდი და ტყუილი ძალიან რომ მიხარია, რომ მარიხუანა არ არის ნარკოტიკი. კი, კი, კი. ძალიან დიდი ნარკოტიკია და სასარგებლოა, ბიჭო, რამდენჯერ მაქვს მოსმენილი. რომელიც იწვევს აი უამრავ ცუდ რაღაცას და გადადის უამრავ ცუდ ფორმაში რა. ძალიან ბევრჯერ მაქვს ეგეთი ფრაზაც კი, სასარგებლოა, ძმაო. პირიქით. აი, საწყნარო. ამ შვიდებს. ბობ მარლი ეწეოდა და ბიტლზები ახლა შერაგონია და რაღაც აი დებილობები. ესეც ხო გარომანტიზებაა. ან თავის გამართლება რა. თავის გამართლებაც და სხვა ორივე ერთად ფანტაზიას მინდა რომ შევეხოთ რა. ეხლა ისე მად მივიდეთ რა. ანუ ცოტა რაღაცა ანუ ისეთ ანუ რაღაც მართლა დრამატულ და რაღაცა მნიშვნელოვან თემაზე ვილაპარაკობთ რომ მაგრამ გადაობები და რო გაიხსენო. გადაობები უნდა ჩავთოთ რა. რა თქმა უნდა. ძალიან ჩვენი დალევები 99% არის ტრაგიკომედია რა. ტრაგიკომედია. თუ კარო დაგორდა გახსოვს? კი, როგორ არ მაქვს. თიდან. თუ გინდა იქ მოვყვეთ. ტრაგიკომედია. არა, ის მოვყვეთ რა ქვია. ჯერ რა ვაკეთოთ სხვაზე. ანუ ბევრჯერ გვიცდია იქ FIFA, PES, მოდი კარიდან კარში ფეხბურთი და ანუ აი ფეხბურთზე ახლა მოყევი ჩვენი აუ ფეხბურთი იყო პირველი იყო, ანუ ესე გადავწყვიტეთ რომ მოდი აღარ გვინდა. მოიცა შუქი მოვიდეს. ეს სად გავჩერდით? შენი ძახტი იმ რომ თემას რო ამბობდი რომ ფანტაზიის რა ხო ფანტაზიის უნდა სახშობს რომ აი რა ვაკეთო სხვა ირული ყველა სვავს გართობა მეტი სხვა არანაირად არ შეიძლება. ანუ აი რამდენჯერ გვიცდია რომ აი მოდი ფეხბურთი ვითამაშოთ, მოდი FIFA ვითამაშოთ. FIFA-ს თამაშიც ხო აი სულ მაინც დალევასთან ასოცირდება. ხან გვინის, ხან კოქტეილების პარალელურად. რაღაცა ჭიქაკ ჭიქდება. სულ გინდეს ჯოისტიკი რო სამწავალო გიჭირავს. სტაილი. სიგარეტი უნდა ქონდეს აკეთის და ხო და მე ესეთი რაღაცა შევთავაზე. მაგისგან ანუ თუ ახსოვს კი როგორ გახსოვს ძალიან ბევრჯერ ძალიან კარგად გადავია მახსოვს, მაგაზე. დავიწყეთ აქტიურად ფეხბურთის თამაში. პირველ დღეს ძალიან კარგად ჩავატარეთ, გუნდით შევკრიბეთ. მე ეს და 4-4-ზე ვითამაშეთ. მეორე დღეს, მესამე დღეს სიოთან ზამთარი იყო მახსოვს. ხო, ზამთარში დავიწყეთ. კი. მეორე დღეს აღარავინ აღარ შემოგვიერთდა და მოდი ერთ-ერთზე კარიდან კარში ვითამაშოთ. დიდები ვართ, კარიდან კარში არის რაღაც 14 წლამდე. ხო, მაგრამ ვართ 24 წლის. ხო, მაგრამ ისე 25 წლის ვართ, ხო? კი, 30-მდე ვართ. ხო. ანუ უჭერთ ხარსს სპორტულად და ჩვენ თავზე ვარ გაბრაზებულები რომ როგორ შეიძლება რომ სმა და აღარ გვინდა და მოდი ახლა შეიძლება ვერ მოვიფიქროთ ხო გასართობი ვერ მოვიფიქროთ და აგერ მოვიფიქრეთ არაჩვეულებრივი გასართობი. ნუ მეორე დღეს რომ არავინ აღარ შემოგვიერთდა ერთ-ერთზე ვითამაშეთ ფეხბურთი და მოდი ფეხბურთის მერე რაღაცა მოწყურებული სახელი არ თქვა. არ თქვა ხო. მესამეც იყო. ჩვენი ძმაკაცი იყო კიდე ერთი. მოდი ფეხბურთის თამაშის მერე მოდი ჩიპსი და კოკაკოლა. ხო რა რაღაცა ინტერესი მივეცით. ხო, ჩიპსი და კოკაკოლა. ინტერესი არა, უბრალოდ დავლიეთ კოკაკოლა და ჩიპსი და მოვშივდა და რაღაცა თან ციოდა ძალიან. თან ციოდა ძალიან, მაგრამ იყო მხოლოდ ჩიპსი და კოკაკოლა. პირველ დღეს ეგრე იყო. პირველ დღეს ეგრე იყო, მარტო ჩიპსი და კოკაკოლა. ნუ ორ დღეში კიდე ვითამაშეთ ფეხბურთი და მოდი ეხა რა მოხდა რა, დიდი ამბავი დავიღალეთ 3 დღეა უკვე ფეხბურთს თამაშობთ.
მოდი ლუდი დავლიოთ. ხო. ლუდს რა უხდება ზამთარში? არაყი. ხო, არაყი ჯერ არ შემოსულა. პივობის. მესამე თამაშზე ლუდი იყო და მეოთხე თამაშზე უკვე ბურთის მაგვილად პირდაპირ ლიტრიანი ბოთლით შევხვდით სტადიონზე. პირველი სამი დღე გამოპრანჭულები სპორტულებით ვიკრიბებდი. ჯინსებით და შიპოქები. ჯინსები გვეცვა და მე უკვე პირდაპირ პალტო მეცვა რომ სადმე ჩაგეწყო ბევრი ბოთლი შიგნით და რომ პირდაპირ სადმე წავსულიყავი. და მე მახსოვს შენ ვარჯიშობდი კიდე ერთ ლისზე. ადამიანთან ერთად. ლისთან ერთად. ისევ იმ ადამიანთან ერთად და ტრენაჟორზე დავიწყე. You know ა ტრენაჟერებს დადიოდნენ. მაინც ვახსენე. ყოველ საღამოს ხო, რა თან როგორც ტრენაჟორზე დავიწყეთ, პაულოზე გაიხდა სნეპი რა, ახალი. მაშინ პატარები ვიყავთ უფრო 25-ების ვიყავით და ზაფხული მოდიოდა და მოდი გაზაფხულისთვის მოვიმზადოთ გაზაფხულზე ვარჯიში რაღაცები და ყოველი ვარჯიში მე გამოდიოდით და ნახე სპარი. ნახე ბუტკა. ნახე მაღაზია, ნახე ცივი ბოთლი ჩვენ მოკლედ რა. ისე ყოველ ვარჯიშს ვიგვიდივართ რომ სვამდნენ. კი, ისე ვიგვიდივართ რომ ფანტაზიასაც დახშული. ხო და პირველად რაცა გავაკეთე დიდხნიანი პაუზა ალკოჰოლის, რამოდენიმე თვიანი, აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია. და აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობა არის, იყო ცოტა ხანი მოწყენილი რა. კი, და უნდა მიიღო ეგ მოწყენილობა და გამოიარო უნდა რა. არა უშავს, იყავი ცუთხასიაძე, იყავი უჟმური, გადი გაისეირნე მუსიკას ვიდრე ნაგავ დამოკიდებულებას დაუბრუნდა ყველა ჯობია რომ იყო მოწყენილი. ეს მოწყენილი ფაზა იმდენად ის იყო, რა ქვია, თითქოს არ უნდა მოწყენა არ შეიძლება რა, იმდენად ტაბუდადებულს ვერ დავარქმევ, მაგრამ ანუ მე მეგონა რომ ეგ მდგომარეობა დეპრესია არა და დეპრესია არ არის, უბრალოდ ბუნებრივი მაღაზიები სულ მოხარული ვერ იქნები და ხარ ფხიზელს არის პლუს ვიტყვი ფხიზელზე რა და მე გავაგზავნე სხვა რა სიტყვი? ფხიზლის სულ სიფხიზლის პლუს ვიტყვი რა. არა ხარ არასდროს არაფერ ძალიან ახტაცებული და არა ხარ არასდროს ძალიან მოწყენილი. ხარ სულ ერთ ტონად დამკვირვებლის რეჟიმში ხარ. ანუ ძალიან აბსოლუტურად ადეკვატური ტიპი ხარ. ზუსტად იცი რა დროს უნდა წამოხვიდე, ზუსტად იცი რომელ ტიპთან უნდა იმეგობრო. ერთ-ერთში ატყობ ყველას ენერგეტიკას, ვინ შენთვის ტოქსიკურია, ვინ შენთვის სასარგებლო, შენ ვისთვის ხარ ტოქსიკური რა, რა აქვს მაგას ვიშოვება რა. და ფხიზელი როცა იჩიტები, ძალიან ბევრი მეგობარი გცილდება რა, ძალიან ბუნებრივია. კი, ავტომატურად საბუტილნიკები. ეს ცუდი არ არის. ეს პირიქით კარგია. ბევრი ნაწყენი ტიპი გაგეჩითება, რომელიც გისაყვედურებს რომ ხო, ეგ ცუდი არ არის. ეგ იმ ტიპზეც არ მეტყველებს ცუდად, არც შენზე. უბრალოდ კვეთაზე ბიჭო, ეგ იგივეა რა. და რა იყო თქვენი კვეთა? რო იზრდები და ბავშვების მეგობარი ცოტა რო გრჩება. არც ეგ, ეხლა მაგამდე მივდივარ რა. მე მაგ ტიპთანაც დაი, თუ ის მაგრა გიყვარს და იმასაც მაგრა უყვარ ხარ. მე მაგ ტიპთანაც გამონახავ საერთო დროს რა. ანუ აი, წამო ბავშვები კინოში წავიყვართ, ეგ დალევა სად არის, ხო? ვერ დალევ ვერსად. ფიზელ აქტივობას შეთავაზებ, წამო დილით აი ისეთ არავი, აუზზე წავიდი. კი დალევ. პროფილაქტიკაში წამომყევი. ხო, საქმეზე წავიდეთ, რაღაცა საქმე დავიწყოთ. შეგიძლია ეგეთი აქტივობები ჩაანაცვლო, აი ესეთი ცოტათი აი ბჭყალებში მოსაწყენი აქტივობებით რა. ძალიან მეზიზღება იქ გამონათქვამი რო არის, რომ აი არც ერთი მაგარი ისტორია არ იწყება, ერთი ჭიქა გრძით. ხო იცის ბარებში არის ესე ტრაფარეტული ყელყელი ფრაზები რა. რაღაცა კლიშეები. ხო და ეს არის კლიშეებით გამოტენილი მარკეტინგით გამოძეძგილები ვართ ბავშვობიდან და არა მარტო მარკეტინგით და ტრავმებით. ოჯახ ტრავმებით იასი. ზოგადად ნებისმიერ დამოკიდებულებას ტრავმასთან ასოცირდება, აბარა, კი. სულ რამოდენიმე რაღაცა ხო, იდენტობაზე შევხედით დავამთავრებ ამ კვანტს შევკრავ და გავაგზავნე. აბსოლუტურად ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია ფხიზელზეც, უბრალოდ არ ხარ არაფრით ძალიან ახტაცებული და ის იაფასიან ბედნიერებებს აღარ ეძებ. რაღაც პერიოდი. ვაიმე რა, რაღაც პერიოდს ვიძახი, რაღაც პერიოდს ვიძახი. აი ვაიმე რა მაგრა ვერთობი. ვაიმე რა მაგარ დროს ვატარებ, ესეთ შეგრძნება შეიძლება აღარ გაგეჩიტოს, მაგრამ გექნება რომ დილით გაიღვიძებ და რა ჯანმრთელი ვარ. რა მარტივად წამოვიდექი, ეიფორია, კი. რალამაზია თურმე. რალამაზია. რა რო უყო, ეს ხერალამაზია, ეგეთი რაღაცა. ხო და მე წეგან დამავიწყდა რომ საუბრობდი ჩემს სირცხვილიდან გამომდინარე თქო. აი მე რა იყო, იცი? მე იმ დონემდე მივედი რომ უკვე რაღაც მეუღლეს რაღაცა თხოვე დახმარება, რომ მეთქი კარგი პრობლემა მაქვს და ხო, აი ეგეც მაგარი ნაბიჯია, რომ დახმარება უნდა ითხოვო. ხო, ჩემით ვეღარ უმკლავდებოდი რა. ბევრჯერ აღიარების საკუთარ თავთან აღიარების მომენტი არის გარდამტეხი წერტილი. ეგ მე ვიცოდი სულ რომ პრობლემა იყო, მაგრამ დახმარების თქმა მიჭირდა. აი ხო თქვი რომ რაღაც დამალვა რაღაც და ჩალიჩობდი რომ აი ჩემით და რომ მივხვდი რომ უკვე ვერ ეს ჩემით თხოვე დახმარება. ხო და რო თხოვე დახმარება მე რაღაცა გაიკითხა იქ. გამოსავლები გაიშთა. ბიჭო, ხო და აი ნახე სად ვარ. მოკლედ ვიღაც ტიპთან მიმიყვანეს რა. მიმიყვანეს რა, ხა დასაბმელია ჩემით მივედი რა.
ვიღაც ფსიქიატრთან, რომელიც აი, კაროჩო, ამანო, ამას უშველა, ამას რა. მე არ მომიძიებია. კარგი სახელი ქონდა, მოკლედ კარგი რეპუტაცია. ხო. და მივედი ბიჭო რა და მივედი აი იმედით მივედი. ხო, მართლა აი არ ვღადაობ რა, იმედით. ტელეკომპანია იმედით? ხოდით გავიღვიძე და რაღაც და არ ტიპა რაღაც აი როგორ ზედაპირულად მკითხა, იცი? ხო, მივდივარ მაგამდე და აღარ ვახსენებ შენს მაგაცის ახალგაზრდა. აიო, შეჭიმე, სოლი ვერ გაგიჯერებია. შახ. ეს იყო ბუნკერის მეშვიდე. მერვეში დაუბრუნდები. არა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილზე იყავ. კი, და რატომღაც დაუბრუნდით მნიშვნელოვნად ჭრა ეს აღმოიჭრა. კი, ეს ამოიშრა. არაჩე რა ვიღაც ტიპთან მივიყვანეს, რომელმაც ძალიან ზედაპირულად რაღაცეები მკითხა და მეც უპასუხე. ეხლა შეგვიძლია რომ ნახოთ. მაცადე შეჩერდა. ჩვენ აღმოუჩინოთ დახმარება. რაღაც წამლებით ამიწერა ამ დროშამ და 3 დღის განმავლობაში ვსვამდი ამ წამლებს. როგორ იყო, იცი? გაიღვიძებდი, დალევა გიწევ და იძინებდი ეგრევე. ანუ რო გაიღვიძებდი, თემის ნაწილი კიდე დალევა გიწევ წამლის, მოკლედ რო თქვა, ყურში გაიჭრა. 3 დღის განმავლობაში მეძინა, აი ჩვეულებრივად და როგორი აგრესია გამოიწვია ეს ჩემში, რომ კი. ყველას მიმართან რა, რომ ანუ რას, კაროჩე მაუქმებენ ტიპს რა. გადებილებენ. ხო, ანუ გამაქრეს რა, ცოცხალი ვარ, მაგრამ არ ვარ, საწოლში ვარ სულ რა. და მეთქი ამის დედა შევეცდა, მე ჩემაცოლმაც კაროჩეო, მოდიო ამ წამლებს გააჯმევინეო რა, თავის ხელით გადაყარა წამლები. და არანაირი წამალი, არანაირი ფსიქოლოგი, არანაირი ფსიქიატრი. ეხლა მე იმას ვინმეს არ მოუწოდებ რომ ესე გააკეთო. მე უბრალოდ ჩემსას ვამბობ რა, ცუდი გამოცდილება გამოვიდა ფსიქიატრთან ურთიერთობის რა. აი, ყველას და ყველაფრის გარეშე, ეგეთი ტიპების გარეშე. ეხლა მაგაზეც მინდა ძალიან კარგად ვარ რაღაცა გითხრა რა. ძალიან ბევრის გამო. გააზრებით და ბოდიში გააზრებით და მგონია რომ ზოგადად როცა რაღაცას გაიაზრებ, აი მართლა გააზრებას ვამბობ, ის კი არა რომ აი მინდა აი მართლა რომ გაიაზრებ, აი ეგრევე ლაგდება ყველა. დავიგინე და აღარ ვიცი. არა, ხო, ეგეთი არა რა. აი მართლა შინაგანად რომ გაიაზრებ. არ გინდა უნდა მიხვიდე რა. ეგრევე ლაგდება ყველაფერი. ეხლა უკვე შე რა გამოცდილებაც ეხა მოყევი. მილიონი მაქვს ეგეთი მოსმენილი, მაგრამ რა არის ის ხარ მან რა შეცდომას უშვებს ყველა რა. პირველივე ფსიქიატრი თუ ფსიქოლოგი შანსია ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ ზუსტად სტატისტიკა აღმოჩნდეს რომელიც შენთან კომუნიკაციას ისე დაამყარეს რაც მიგახვედა. ანუ შენ შეიძლება ძალიან ცუდი შეგაგიჩნდეს. მამე ეხლა დავფიქრე, შეიძლება მე მაგრა გამიმართლა რომ იქ შემხვდა. შეიძლება. იმიტომ რომ 3 დღეში გავაჯმეინე იმ წამლებს და ჩემი კონკრეტულად შენზე არ ვაპარაკობ, ზოგადად ვიძახი რომ ძალიან ბევრის გამო აქ მოსმენი რომ მე ვიყავი ერთხელ და მეორეჯერ მანდ მიმსვლელი არა ვარ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი რა. იმიტომ რომ როგორც შეიძლება ეკიმთან რაღაცაზე მიხვიდე და ერთმა ვერ გიმკურნალოს, მაგრამ მე 10-ემ გიმკურნალოს, ზუსტად იგივე არის ფსიქოლოგის და იგივე ფსიქიატრის. არის მგულებზე შესაძლოა. ველზეც იგივეა, აბსოლუტურად ბევრ ამაზეა იგივენაირად, რა. ეგ პირველი იწყება შენი თავიდან. გადაწყვეტილებას ღებულობ მარტო შენ. ვერავის დაძალებით და ვერავის დაგინებით მაგას გადაწყვეტილება ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერ მიდიხარ. უბრალოდ შენ თუ უნდა მიხვდე აღიარო პრობლემა გაქვს. დახმარება ითხოვო, ეგ არის მეორე ნაბიჯი. არ უნდა დაიმარო მარტო ძალიან ძნელია ამ სირთულეს გაუმკლავდა. ეხლა ზოგს გამოსდის. ბიჭო, ვიღაცები თავს იკლავენ. ხო, ვიღაცები თავს იკლავენ. რამდენი ვიღაცები ისევ იგივე ადგილზე რჩება რა. თავი მოიკლეს თამაშის გამო. ალკოჰოლისგანაც მოუკვლიათ და სხვა რაღაცების დამოკიდებულებსაც უარესები უქნიათ რა და ანუ დახმარების თხოვნა არ ნიშნავს რომ პირველივეზე ვითხოვე და პირველივეზე ვერ დამეხმარნენ, ესე იგი საშველი არ არის. ესე იგი არ ვარ მე თნიანად ამ იმას აქვია. ამ სფეროს წარმომადგენლები არ ვარგია. ხაზი გადა. ამ მამაოს ვებაზრე და მამაო არ გამომადგა. გამოსავალი არის ყოველთვის რა. უნდა ცადო, გზა ეძებო და აუცილებლად მიაგრებ. პირადად მე ჩემი ჯანმრთელობას 100-ჯერ უფრო გაუმჯობეს და სექსუალური ცხოვრებაც 100-ჯერ უფრო გაუმჯობეს და ძილი გამომიწორდა, ჭამა გამომიწორდა, ხასიათი, ჯანსაღი ფიქრები, ცხოვრების ხალისი, ხარისხი, ნერვები აღარ მაქვს მოშლილი. შემიძლია აბსოლუტურად ფიზელმა გავატარო დრო ისეთი, ოღონდ თვალწინში ვერ არის. აი რაღაცა დონემდე გავხდი შეჩება 35 წლის კაცი. ანუ მაგაზე არ იყავი. იმენად სიფხიზლეში გაკეთებული. საერთოდ ანუ პერსპექტივაშიც კი არ ქონა წარმოდგენი რომ შეხედე. აი ხო ვიღაცები ჯოში გაჩერებენ და რეკომენდაციას გეძახიან. ძალიან სასიამოვნოა ჩემს და ასმაგი პასუხისგებლობა ავიღე მაგით რომ აბსოლუტურად ფიზელი ვიყო და თლიანად ჩავაჭირო. ეხლა შეიძლება 1-2 ჯერ იმის მერე გამიქცა და რაღაცა ბარში დავლე, მაგრამ აი 3 ჭიქიანი, 4 ჭიქიანი, ნუ რაღაცა ჩავიძირე, ისევ ეგრევე წამოვდექი რა.
ხო და ისიც სამჭიქაში თუ გაგლეჯილი. ხო, სამჭიქაში ისედაც გაგლეჯილი. სამჭიქაში გაგლეჯილი და მე სულ ერთ დონეზე იყავი. მე რა ვიყავი? 3 და 45 ბოთზე სულ ერთნაირი. გაგლეჯილი ამბობ თვალ. თემური რომელსაც მეორე და დავიწყებდი და 23 ჭიქამდე ხიზელი ვიყავი. ხო, მაგრამ ეხლა უყურე მეორე ჭიქაზე იყო. მე თვად ის ხაზიც არ მინდა გადავუსვა რა, იმიტომ რომ ჩვენ დალეოზე ძალიან ბევრი კარგი დროებიც გვაქვს გატარებული. მაგრამ ესეც თავის დროზე უნდა დაასტოპო რა. მე მგონია რომ სტუდენტობაშივე არის რაღაც ასაკი რა. სადღაც მე-3 კურსზე უნდა თქვა სტოპ და გაჩერდებთ მიანად და 20 წლის როგორც იქცევი. ამდენმაინც. 20 წლის როგორც იქცევი, 40 წლის ეგრე არ უნდა არა, იქცევი. არც ასაცილო, არც საყვარელი და არაფერია, პირიქით, ამაზრზენია, კი. რო აიმედე და დავსვერეთ და სადღაც ამოვყავი თავი ჩემთვის. აქედან სადმივდივართ. აქედან სადმე ამოყოფ თავს. შესაწყოთიც არ უნდა აბსტრაქტებსაც ამოყვა. მე ისიც არ მევასება რომ თუ ბალანსი გამოგდის კი ეგრეა ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ბალანსი არ გამოდიოდა. ნე არ გამოდის, ფიზიკურად არ გამოდის. ხანდახან კაია 200-დან 10 ჯერ გამომსვლია რომ მოდი ერთი ჭიქა ღვინო მოუწრუბო და ყოფინა მთელი საღამოს ერთი განმავლობაში. გუდი დავლიო და всё რა, არ არსებობდა რა, ნუ აი 100-დან 10 ჯერ გამომსვლია. მაგრამ დანარჩენი კატასტროფამდე გადასულა. ბუნდე ტანზე გახდილი, ხო, ჭაღზე ტრაკით დაკიდებული ბზრიალი. კარუსელი, აი აბსოლუტურად ყველა რიგ სიგიჟები და ყველას მინდა რომ უსურო ისეთი მენტალური სიძლიერე როგორც არის თავის თავთან აღიარება და მე თუ შენ თავთან აღიარებ რომ პრობლემა გაქვს არ არსებობს საქართველოში მით უმეტეს არ არსებობს ადამიანი ვისაც არ ყავს ისეთი ტიპი მეგობარი ან ოჯახის წევრი რომელთანაც ვერ დაილაპარაკებს და არ მოусმენს რა იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ ყველას ვიცნობთ სულ დაახლოებული ტიპები ვართ იქ დაჟე შეგიძლია უბნელი ერთმანეთის პრობლემებით უფრო ცხოვრობ კიდევაც დაჟე იმის თქმაც შემიძლია რომ ქართველებმა გასაჭირში უფრო მაგარი გვერდჩი მომაიციან ვიდრე ხინში რა კი რა თქმა უნდა და მაგის გამოყენება შენთვის სასიკეთოდ შეგიძლია თუ პრობლემას აღიარებ რა იდეაში დღევანდელი ეპიზოდის მუღამიც ეგ არის ამაზე რომ საუბრობთ ახლა რა ჯერ ერთი ესე საჯაროდ საუბარი კიდე სხვა გააზრება არის და მე არ მილაპარაკია საჯაროდ კიდე სხვა გააზრებაა და ჩვენთვის საინტერესო არის ეს გამოცდილებაც ეგ ერთი და მეორე აი მე თავშიც თქვი და ეხლაც შევეხები რომ მე როცა იმ მდგომარეობაში ვიყავი სხვისი გამოცდილების მოსმენა საინტერესო იყო და მეხმარებოდა რა და არჩევებს გავაცნობ აი ეს დღევანდელი ეპიზოდი ერთ-ორ ადამიანს მაინც თუ დააფიქრებს რომ ბიჭო ხო არ გადაიწერე აი უბედნიერესი ვიქნები რომ აი მარტო მაგისთვის ღირდა ზოგადად ბუნკერი არხირო შექმნილი ხო რა ჩათვალე რომ ბუნკერი შედგა რომ ჩვენთან რომელიმესთან ან სამივე ერთი ტიპი მაინც მოვიდეს და აი იმ ეპიზოდს ვუყურე და ბიჭებო რაღაცაზე დავფიქრთიო რომ მითხრა შეიძლება ცრემლები წამომივიდეს და დასალევად ჭაჭაზე სხვათა შორის სახელი ბუნკერი პირველად ანუ იდეა საიდან მოდის? ანუ წლების წინ ჩვენ გადავყავთ ბუნკერს ვაპირებდი ბავშვობაში, მაგრამ ეს რაღაც ანუ ფილმის კადრი აი ამ დალევის სცენარზე და ჩვენს რაღაცა რომანტიზირებაზე იყო თემა რომ ანუ ბუნკერში ჩამხტრებს უნდა გვეკატავა პლატოდან დავშებულიყავით. ლიტვანი არის და ეგეთი გეგმას ჰქონდა კი. ეს მუღამი და ბუნკერი არის რომ რანაგვიდან ჩამოვიდივარ. კარგად არის. ხო რა ბუნკრის მუღამიც ეგ არის. კიდე ეხლა შენ რაც თქვი რა ამ ეპიზოდმა თუ შეიძლება რომ ერთ ადამიანს მაინც რაღაცაზე დააფიქროს ერთ ნახევარზე მეტ ადამიანს თუ დააფიქროს ერთს თუ დააფიქრა წავაგეთ. რაც ყველაფერი მოვიშორეთ და ეს კოეფიციენტები დაგვრჩა. კი, ეს ბანზი ეს. ხო და რაღაც მოგიყვებით რა. მე ძალიან მშველოდა ინტერვიუებს უსმენდი ცნობილი ადამიანების რეჟისორი მსახიობი მომღერალი როგორ დაანებეს რაღაცას თავი რა დამოკიდებულებას. აი მაგალითად ემინემი რაღაც 20 წელია სუფხიზელია და მაგათ ინტერვიუებს უსმენდი რამ გადააწყვეტინა როგორ გადაწყვიტა ყველაზე მაგრად დამამახსოვრდა ტომ ჰოლანდი რო არის ბოლო სპაიდერმენი რა ეგ ტიპი არის ბრიტანელი ბრიტანეთში ზოგადად ალკოჰოლიზმი ძალიან ზეიმობს რა იქ პაბიდან პაბში დადიან ტიპები სამსახური პაბი სამსახური რა და ეგეთი ტიპი ყვება ესეთ ისტორიას რა რომ ბიჭო როლისთვისო გადავდეო რა თან ის ათლეტური ტიპია და რა თქმა უნდა მაგ დროს არ ვსვავდიო ხო და რომ მორჩიო როლსო რაღაცა ჩემ თავს დავაჯილდოვეო რა ავდექიო ერთი ჭიქა ღვინო დავლიო ღვინო დავლიო გავედიო პაბში მეგობრებთან უკვე და ეს ერთი ჭიქა ღვინო უკვე გამიგზა და სადღაც ერთი წელზე მეტიო რა ტიპი წარმოიდგინე ანუ ერთი ჭიქა ჩემ თავს დავაჯილდოვებ და უკვე ერთი შემოიხედა და ერთი წელი გავიდა რა და ეგრევე დავასტოპეო დავდგიო ჭიქა ხო აბსოლუტურად გამოფხიზდა ეგრევე
წავედიო სადღაცო იმ კურნალეო ფსიქოლოგებთან დავიწყე სიარულეო და იმის მერე ტიპმა რაღაცა ისეთი წრეები დაარსა, უალკოჰოლური გამოუშვა და ეხმარება მაგ ინტერვიუში ის არის რომ ამბობს არ მახსოვს მე და შენ გვაქვს მეგონი ჩაგიგდე ერთხელ ვიდეო. რაღაცა 6 თვე თუ 1 წელი რო არ დალია და რო გავიდა 1 წელი თავი დავისაჯეო, კი. თავი დავისაჯე კი არა, პირიქით მოდი ახლა არა, 1 წელი აღწელი ვარო და მოდი კიდე 1 წელიო რა. ანიშმენტ გაუკეთეო ჩემ თავს, იმიტომ რომ 6 თვე რო გავიდა, კიდე მინდოდაო დალევაო რა და ხო და კიდე არ დავლიეო. ამით დავსაჯე ჩემი თავი და კიდე 1 წელი აღარ დავლიო და 1 წელი რო გავიდაო, მე კიდე აღარ დავლიეო და ძალიან დიდი ხანი რო გავყო. 2 წელი ისე გაძლო ტიპმა, რომ საერთოდ არანაირი ალკოჰოლს აღარ გაკარებია რა და მაგ ინტერვიუ მე ძალიან ახლა დამარცხე. კლინიკაში წევს, ხო? ისე. კლინიკაში თავის ტაბლეტებზე წევს. არა, კაი ინტერვიუა ძალიან. ანუ დიდხანს რო არ დალია. ტაბლეტები დააჯილდოვა თავის თავი. მოკლედ ძალიან ბევრი ცნობილი ტიპის ტაბლეტები დალია. ისეთი ინტერვიუები შეგიძლიათ მონახოთ, რომლებმაც რომლებიც გამოფხიზდნენ რა და სხვათა შორის ძალიან მაგარი ვიდეოებს დებენ ქართველებიც. გამოსავალი რო არის თუ იცი. მან დებენ მენა ქართველები ძალიან გულწრფელ ინტერვიუებს და ბევრჯერ მომიკვრია თვალის და ყურის და საინტერესოა. მაგათ ყურებასაც გირჩევთ რა. გამოსავალი ქვია თუ არ ვცდები. ჩვენ გამოფხიზდით. თქვენ დავამარცხეთ. ფურასაზის და მე ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია მილიონი საათი ვილაპარაკო. მილიონი საათი ვსვა. მილიონი საათი ვადრეგზებო ეს თქო. ხო ესეც ჩვენი დამახინჯებული ფსიქიკის და თავდაცვითი რეჟიმი არის, რომ რაღაცა 3 წუთის მერე სერიოზულად რო ვილაპარაკეთ, მე რაღაცა უნდა გააძრო, რომ აი მოგეშვა. ეს არის ზუსტად ის ტრაგიკომედიის დრამატიზება ზუსტად რა. კი. მე მაგალითად შენ უფრო ტრაგი თუ კომა? ფსიქოლოგი. მე უფრო კომიკური, შენ ტრაგედია და სევდაზე ხო. ცხოვრებაში არ ყოფილა ფსიქოლოგთან რა, არასოდეს არ ყოფილა ფსიქოლოგთან ესე. შენთან ხო დადიან ხოლმე ფსიქოლოგი? ჩემთან მე პირდაპირ ფსიქიატრთან მივედი. ჩემთან ხო შენ მართლა. იმიტომ რომ ფსიქოლოგსო მოდი დაუნეკე. ეგ გამოცდილებაც მოხერხე. პაციენტი არა ხარო? ეგ გამოცდილებაც მოხერხე. ხო, ანუ რაღაცა ნერვიული აშლილობის მომენტები ამდეხნიანმა ესეთმა ალკოჰოლის ჭარბი დოზებით მოხმარებამ, რა თქმა უნდა, თავის დაღი დამასვა და რა გადაწყვიტა, აი რამ გადაწყვიტა? დეპრესიული დახმარება ჭირდებაზე მიხვედი? ხო, ანუ რაღაცა ისეთი გაურკვეველი შფოთვები და გაურკვეველი რაღაცა ემოციური კოლაფსები და რაღაცა სტრესული მომენტები მქონდა, რომლისგანაც ვერც მიზეს ვერ პოულობდი, ვერ გამოვდიოდი და დაბნეული რა ხელს რა ძალიან რა, ანუ ეს როცა სრულად სიფხიზლე დავიწყე იმ პერიოდში. პარალელურად მინდებოდა ხშირად, რა თქმა უნდა, გასართობად წასვლა, დასალევად, სახლში ჩარტყმა, ასე ვთქვათ, მუშაობის დროს, ანუ ყველაფერთან მაინც სულ ასიმილირდებოდა ალკოჰოლი და რაღაცა ფსიქოლოგთან რო გადავწყვიტე მისვლა, დაურეკე ფსიქოლოგს და ანუ ალკოჰოლის თემა ვუხსენე თუ არა ტელეფონში, ვიზიტზე არ ვიყავი ჩა. ეს გამოყოლი ვიზიტზე არ ვიყავი, პერიოდიდან გამოყოლი. ეხლა რასაც ყვები აღმოიჭრება. რო აბრახურებ მარტო ხმას ამოუჭრით და მარტო ეგ ბრახუნი დარჩება. კაი. პირდაპირ ესეთი აი იმას დაგიტო. ხო, მართა გეუბნები თან ის არის შეჩება, ჭიქა ცოდოა. ჭიქის დამცველები. ძალიან საინტერესო რაღაცას ყვები შეჩება და ჭიქას მართლა. ეროვნულ რუბრიკას უყურებ. მილიონჯერ საინტერესოა ეს. ხო და ნუ მოკლედ ამ ფსიქოლოგს დაურეკე ალკოჰოლის საკითხი უხსენე თუ არა, პირდაპირ ეგრე პაპაპაპაპ ეგრევე ტელეფონშივე მომიყომარე რომ შენო მაგას მე ხელს ვერ მოვკიდებ. ფსიქიატრიულში ხელოსნება რო იცია, ხო იცი? ფსიქიატრიულში. მაგას მე ხელს ვერ მოვკიდებ და რო გითიშავე. გამამწესეს პირდაპირ რა ფსიქიატრს. ხო და ეგეც შეცდომა. ჩემი არ ვიცი შეცდომა თუ არა იყო. ტიპა არასტორი რჩევა მოგცა ძალიან. ნუ ისაც დაურეკე, დახმარება რო თხოვი ადამიანს და აბაბაბა წადის მაგანო ეგ არის ეს ეთქლა ხმით დაურეკა. უბანანტი ამის ახლა. ამასთან მაკარი. ამასთან მაწუწავე ხა. დაურეკე და ეგ ველაპარაკები და რა უკნა? და შენ პირდაპირ და საინტერესო პოდკასტია. იალი პოდკასტი მე ჯერ არ მომისმენი. აი უბრალოდ ეხა ყველაფერი კარგად არის. ხო. სახეზე ყველაფერი კარგად არის. სახეზე და ნერვიულად რო ყვები ამ ყველაფერს გეწყობა რომ დავაგდინა მაგრამ დავაგებული განწონებული ყვირილი ამიტომ დაიწყო. იმიტომ რომ ის ბრახუნი უნდა და ამით ენატრება მაინც აბრახუნე ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი განადგურა.
ეს იყო თემური? მსგავსო. ეს იყო კურნება. ეს არის გამოჯამთელებული თემური. წარმოგიდგენთ დრო იყო საკურადე და კონტრატირები. კაი. ხო, ღმერთმა არ განახოთ თემურის ავადმყოფნის პერიოდი. ხო. კიდე რა ყველა გაიქცა. კიდე რა შეგვიძლია ამ თემაზე დავამატოთ. ამ თემაზე მე ერთადერთ რაღაცას დავამატებ. კიდევ ერთხელ, წეგანას ვთქვი, კიდე დავამატებ აუცილებლად, ან რომ კიდე ერთხელ აღარ დავამატოთ. არა, ვამატებ. ორჯერ ერთ ნახევარზე მე შენ დაამატე. ხო, ეგ გამოდის. წრეზე რამდენჯერაც წახვალთ ამოგიჩნდა. არა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს რა. გადავიდეთ ახლა. შემდეგ ნაწილზე დაგვიგროვდა ბევრი კომენტარიც. ხო, TikTok-ზეც გვაქვს, TikTok-ზეც გამოვხევით სხვათა შორის ბუნკერი ქვია, იქაც უკვე გადავდოთ აღარ შევიდა. პირველი ვიდეო გვაქვს, რომელიც გაგვივარდა. რამდენზე ავიდა? ეხლა ვნახავ ყველაფერს. უკვე ორი ვიდეო გვაქვს გავარდნილი. 580 გამომწერზე ავღოღდით. ჯიჟივით. 580-ზე. გადასარევია. 18000-იანი ნახო ესა გვაქვს ვიდეო, 129000-იანი, 23000-იანი და ნუ 1000-იანებს აღარ ვთვლით. ხო. ხო და ეხლა მოდი ბოლოდან დავიწყოთ რა. ბოლოდან აი ამ ბოლო დადებული ვიდეოდან 18000-იანი. ეს იმიტომ რომ არა ეგ არ არის. იმიტომ რომ ჩემთვის იყო აი არ ვიცი რა. კომენტარები? რაღაცას ვიტყვი და მე წაიგეთ. მიდი თქვი, მე მანამდე მოვძებნი. აი რა ვიტო, აი კადრში ვილაპარაკებ. ვიდეოში სადაც ვღადაობთ არ თოქრები. და ვსაუბრობთ რომ რუსებზე ვღადაობთ, მოკლედ რო ვთქვა რა, რუს სამხედროებზე კონკრეტულად. ხო. საქართველოს ტიპები. ხო. რანაირად ახერხებთ, პროსტა ან ამდენად როგორ ვერაფერს ვერ ხედავთ, როგორ ვერაფერი ვერ გაღიზიანდე, ხო? ხო, როგორ ვერაფერი ვერ გესმით, როგორ ვერაფერს მაგრამ ეხლა უყურე შენ პასუხობ დაახლოებით 10 კაცს. იმათს ვებაზრები ერთხელ მორჩები რა. რომ ქართველმა არიცი, რომ რუსეთი ოდითგანვე არ მტერი იყო, ეხლაც არის და იქნება სავარაუდოდ სანამ არსებობს რა. და აქეთ გვაჯვამ ბიჭო ანუ გადაობა მე არ ვიცი, მაგრამ რამე წამოვიდა კრიტიკული კომენტარი. რომელ ვიდეოზე? ერთი ორი წამიკითხე რა გაიგისებს რომ იცავენ დედას შევეცი. წამაკითხე ერთ წამი, არ გინდა ეს აგრესიული. აგრესიაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაცი აგრესიით. ევროყლეები სათავისოდ დაფიქრდნენ, მოგიტყანთ ევროპული ფასეულობები რა. წარმოიდგინე, ტიპი გვეუბნება რაზე. რა მნიშვნელობა აქვს ვიღაც ტიპი ხო ვიღაცა ფიქრობს, ვერ გაიგებ მაგას ბოტია თუ ნახდე, მაგრამ რა თემაზე გააძრო ეგ იცი? ჩვენ რო ვიბაზეთ რა, რომ ჩვენ კი არა თქვენ რო ვიბაზეთ, მე ვაფშე არავინ არ მაგინებს ჩემი მარტო თქვენზეა. რუსეთი უკრაინას შეჭრის შემდეგ რუსულ არმიაში აი ინფიცირებულთა რაოდენობა 40 ჯერ გაიზარდა. ამაზე ხო იხმურეთ და იღადა. კი, რა თქმა უნდა. ხო არაფერი ისეთი, ანუ ერთ რაღაცაზე ხო თან-ხვდებით. და წარმატებები უსურვოთ. და წარმატებები უსურვოთ რუსეთს, რომ კარგია ეგრე გადაწყანით ერთმანეთს. და ტიპი აი ესე შეწუხდა და ევროყლეები. ჯერ საათ ხარ შეჩემა. კაი ხა ყველა სხვა გადაობა იყო აქ რომ ჰომოფობებიოს. ჰომოფობები. დაუხლიოთ შეჩემა მეწოდება ეგეთი ტიპი წარმოიდგინე ხა რა ცოდო ხარ, ზიხარ, რუსეთზე სამი ტიპი გადაობს და უწერ კომენტარს რომ რაღაცა რა. ბევრი უარესი კომენტარი არის. კი არის ხა რა თქმა უნდა. ყველაზე გადაობა იყო ჰომოფობი. აი ეგ რა შუაშია ჰომოფობი. ჰომოფობი რომ ვინ არის ჰომოფობები? ხო, შეჩემო. აი არა, ძალიან აცდენილია ხალხი ესე იგი. კაი, დავიკიდოთ. რაღაცა მაგას რეალია. ერთადერთი მინდა რომ უსურო მალე, რავი, გადაშენდით. მინდა რომ გადაშენდეთ. მეტი არაფერი არ არის. და ის ჩასული. გადაშენდი. იდი შენდი აი კალაძე რო ეუნება. გადაშენდი აქედან ნაძირალა. აი ეს მინდა რომ გისურვოთ. მეტი არაფერი. კაი, შემდეგი ეხა ნახებ. კარგი კომენტარების. დიმიტრი ტატიშვილზე წამოვიდა ძალიან ბევრი გადაობა კომენტარი. იმაზე რო ახსენა რომ ყველაზე დიდი საპნის ოპერამა გახმოვანებული 1000 დური რაღაცა ნაგავიო და სულ ველოდებოდი, როდის დასრულდებოდა ეს ყლეობა და ახერხებდნენ იმას, რომ ყლეობას ამატებდნენ რა და აქ წამოვიდა ძალიან ნუ ეხლა დიმიტრი ტატიშვილი ძალიან უყვარს ხალხს. იქაც დიმიტრი ტატიშვილი ჩანს, მაგრამ იქ რატომღა წარუყვარ. ხო, იმიტომ რომ ჰეითერები უფრო რუსეთზე ბაზრობს. ხო, რუსეთზე როგორც კი კარგი სიტყვი ეგრევე დანძრეული. იმენა კინო წამოვიდა, მისი ყველაზე ბევრი რა, ეს მიმი არის რაღაცა, ეს იმენა კინო ეს შუა ქალაქიდან არ ვიცი. არ ვიცი, არც მე არ ვიცი. მაგრამ ნუ ძალიან ბევრი იყო იმენა კინო. აბსოლუტ ყლეობაც ესე ძალიან სასაცილოა. აქ ისეთ გამორჩეული არაფერი არ ყოფილა. ძირითადად დადებითია. ხო, არა, მან ხო, ეხა კიდე ირაკლის აღინაძე რო ყავდა. აქაც გვარწიეს, გვაჯოეს. ეგ ირაკლის სტუმრობისას იყო, მე ვიყავი შავი ტრაკი. ხო. კი ბატონო, ესეც გადაობა ძალიან რომ ვიღადავეთ
იმედის რაღაც მეგა შოუზე. ხო, აი რაღაც მეგა შოუზე, აკურატ ნაგავზე. იმედის მეგა შოუებს გისურვებთ კი, დიდხანს. მე უსურვებ ეგეთ ხალხს, ვინც ეხა ნაცები გავიჩნდეთ, ნახადო. დევდარიანის ყვერები. რავი, კიდე რა, დევდარიანის ყვერები იყო ჩემი საყვარელი. ხო, კაია, ეგეც აღსანიშნავია და ყველაზე ესეთი ბანალური იყო უკაცრავად და თქვენ ვინ ხართ? ესეთი რა, ცინიკური შეკითხვა იყო და მე დაუწერე ვერ მოვითმინე და დაუწერე ის მაინც ვიცი რა არ ვარ თქო რა. შეყევი მაინც ხო ერთი გამექცა, იმიტომ რომ ახალი დაწერილი იყო რა. ესენი მიშას კლიენტები არიან. და მე ეს მიშას დამცავია, ესე მიშას ადვოკატია. მე მაგათი ხმა როგორ მესმის, იცი? ესენი არიან რუსული ბეროები. აი ესე მესმის მართლა და მთელი ძალით გისურვებ. იმ ნაწილს გადაშენებას უსურვებ და ამ ნაწილს უსურვებ გადმოშენება. მთელი ცხოვრება უყუროთ იმედს. ხო. მინ მეგა შოუს რომელიც ეხლა მოდი დადებიცეც გადავიდეთ ბიჭებო. YouTube-ზე მოდის, YouTube-ზე მაინც სხვანაირი community-ია. სხვანაირი ხალხი იჩითება. საჭმელი აღარ დავიდე. ავადყოფია იმენა რა, რატომ მოიტანეს სნექები არ გვინდა. ჩინელება. გადმოდი რა. კომენტარი მოიცადე წამი. YouTube-ზე არავინ არ მოიწევს კომენტარს. გვაქვს ცოტა კომენტარი. იმიტომ რომ კაცების ვაიბი მოდის. ხო, აი იყო, ეგეც წავიკითხოთ. კაი, ეხლა ბოლო ვიდეოზე იყო 9 კომენტარი. სომხებში, აი, შე რო თქვი, სომხეთში არ მაინტერესებს. ერთადერთი არ მინდაო, არ მაინტერესებსო, ავსტრალია და სასომხეთში მოგზაურობაო და ვიღაცამ დაგიწერა, სომხეთში ბევრი რამეა სანახავი, დიდი ისტორია აქვს, 2 მარტო დედაქალაქი აქვს დაკარგულიო. კი ბატონო, უკამაც უთხრა ეგ, დიმიტრიმაც უთხრა იქვე, რომ მაგარი ქვეყანაა, კარგი ხალხი ცხოვრობს, კარგი სტუმართმასპინძლობა აქვს. პოლიტიკურათაც და სოციალურათაც და გეოპოლიტიკურათაც იმედიან, ძალიან გაგვასწრეს. მაგრად გაგვასწრეს. ბრავო, და იმედია დავეცერი გეზით და იმედია ერთად ხელჩაკიდებულები წავალთ იმ გზაზე, რასაც იმ ქვეყნად სახურავიდან. გამოსავალს. დიმაკ მაგარი კაცია, მაგრამ ევასება ბიჭებო, მაგა ეს არ ვიცი. იმედო ფულს არ რიცხავს არა. დიმა არის მართალი და გულწრფელი ადამიანი მილიონი პროცენტით ჯერჯერობით მარტო ერთმა ადამიანმა ჩარიცხა ფული და ისეთი რაღაც მოიწერა რომ რა მაგაზე TikTok-ზე უპასუხოთ. ხო, მოდი დღეს შეუპასუხოთ. უპასუხოთ. ხო, ანუ ჩვენ ხო ძალიან გვაქვს მაგარი გამოვიდა საუბარი. ბუკამ ხო თქვა რომ 5 ლარი შეკითხვის დასმაო და 7 ლარი პასუხიც რო დაგიბრუნოთო. მართალია იმან 6 გადმორიცხა და ჩვენამდე 5 და 32 მოვიდა. არა, მაინც გავსეთ პასუხი რა. просто ну აი ხო რა. გათა აქუმ დაგვიწერა სტუმარმა ძალიან გაასწორა პოსტსკრიპტუმ ბუკას და პულტის ბრომანს დიდებული. აი ეს აქეზებს რა. პულტი. დათა აქეზებს ბუკას რო აი ეს პულტის და რაღაცა პულტი. დამოკიდებულებები ეს შემოიტანოს მედი. ეხლა მე ამას დავაჭერ და გადადგი. დავაჭერ და გადადგი. მედი აქ მოიგროვე რა. всё. ეხლა ის გადადგი. ამაზე გამარმა ძალიან გამო წარმატებებს გვისურვებენ ძირითადად. აი, ჩავედით მეოთხე ეპიზოდზე. ყველა ეპიზოდს მიყვები? მამებს 3 კომენტარი. ხო რა, ის ცოტა არის ეს. მომწონს, კაი მენაგვეები ხართო? მადლობა. კარგია. ბლიჩ 330,000 წელს, ხო? ახლობელია? კი, ჩვენი. მართლა კარგი პროექტია, წარმატებებიო, რატიება. აი, კაცების შეგრძნებები მოდის. ხო. ამ კომენტარმა კაცები ვართ. დადებით კონტექსტში იგულისხმა ეს გულით არის რა, დაბოლოვებული ეს კომენტარი და ალბათ დადებით. რჩევა, უფრო რჩევა. რჩევა, მაგრამ მე მაგალითად არ მესიამოვნე, იმიტომ რომ არც მე არ მესიამოვნე. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კაცების ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ რაღაც ვიღაცაზე ან რაღაცაზე მიმსგავსებულები ვიყოთ. ხო. ორიგინალურ ამბებს გვინდა რომ მივაწვეთ. წარმატებები ნაბლა. ხო, ეგაა. ძირითადად ეგ არის. რაღაცა ისეთ საინტერესოც იყო. პირველი ვიდეო მაინტერესებს რა იყო ისეთი. პირველზე ბუკას უწერდა ძალიან ბევრი გოგო რომ რა ლამაზია. ბედნიერება რა საყვარელია, საღო ბუკებს ძალიან გაასწრო. აუ რა კარგია, ძლივს რაღაც დადებითიო. მომწონს. აჰა, ეს მარცხენა რა სიმპათიურია. სუმუკაზე იყო. კი, ძალიან კაია. აუ, ფოთის პოლისმეისტერი ძალიან გადაობა იყო. მე და ჩემი დების ერთი დღე წარმატებები ძალიან ბევრი ვიცინე ქალთა ბედნიერებას მეტი აცადეთ. აუ რა კაია. კვიტო და ნიკუშა.არმასტია, ჭამამინდაარმასტია. კვიტო და ნიკუშა მართლა ნაგავში გადასაყრელები. 40 ლარსაც გადავიხდი თუ ქალთა ბედნიერება მინ გაიხდი. ისე მაგაზე რა. პირადში გავაგზავნოთ. რო იხდი 40 ლარზე რას. სახე არა მე არა გაძვიდა. მოკლედ ჩავარდა ეგ. ეხლა გაგიზიარეთ ჩემ დასკვნას რა, ჩვენი ბუნკერიდან და თქვენს მითხარით რა. პირველი ეპიზოდი იყო. უკარებს არ გეტყვის დავიწყებული. საკმაოდ არაკაცული ეპიზოდი რა, ანუ იმ კაცებს არ გავდით რა და მაგიტომაც გონია რომ პირველი ეპიზოდი არის ჯერჯერობით რაც ქონა მიუხედავად სტუმრების
ძალიან დიდი იპატივისცემი და ძალიან საინტერესო სტუმრები. შემდეგ ეპიზოდებში და მე უკვე აი სიახლეებით და სტუმრებით რაღაცნაირად მე მინდა რომ სტუმართან ერთად აი ეს ხო, ეგრე რა. როგორც მოვიფიქრეთ, რომ აი ესეთ თემებზე ვისაუბროთ სტუმართან ერთად. რაც ბევრად ჩემი აზრით საინტერესო ბევრად იქნება. უფრო საინტერესოა და ბევრად უფრო უცხოც არის. არ ამგონია ბევრი იყოს ეგეთი აი ბუკა ნახე აი აქ რო დაასხი შარვალზე მესხმევა. ანები აი აქ დადგი და ესე ლამაზად თვითონ სტენკაა და ჩვენ უნდა დავიცვათ ესე სტენკას გასულ დედაინაში. ბარტერი, ორი ბარტერები და აქამდე ერთი ბარტერი. მაგარი ისტორია. აი ეს სტენკა მე არ უნდა მოხვდეს. ძველი ამბავია რა. არც ისე ძველი ამბავია. ამაძველებინე. და გაუბიანი. აი 3 წელი მაინც იქნება გასული. და მოკლედ დედაინის ბარში გვინდა შესვლა, აი ახალი პანდემია, ახალი მოხსნია, 5 წუთის მოხსნია და ყველაფერი გაიხსნა როგორც იქნა და ესე 4 კაცი მივედით დადექითო რა იქით, ხო იცი რომ იცი ნახედე იგზემოდა ყველა შავები გვაცია, ყველა თავი მაგ გადაფასული, ყველა თვალები. განწირულები ვართ, არაფერი აზრი არ და ბარე მეთქი მოდი ვიღადავებ თქო და ვინ ურტყავთ მეთქი რა. კედელთან დადექითო თუ. არა, ესე დადექითო გასწორდითო და მე ვთქვი რომ რომელი ურტყავთ თქო. ვერაფერი გაიგებს. ვერც იმ დაცვამ ვერაფერი ვერ გაიგო. ფეხბურთი უნდა. ვერც იმ დაცვამ ვერაფერი ვერ გაიგო. სტენკასავი დავდექით ესე. ვერ შევედით. 4 კაცი დავდექით ესე შეჩემო. ორი ბარტერი გვჭირდება აპრილში მეგობრებო, ორივე ბუკაზე არის. ხათურო, ერთი რამე დენტალ კლინიკასთან გვინდა ურთიერთობა დავბარტერდეთ და მეორე ვინმე ფსიქიატრთან. ვინმე ფსიქიატრი. დავიწყოთ ვინმე ფსიქიატრით. ხო. ეგ ორი ბარტერი გამოუშვით. ნერვული ისენი ამოვანათებთ თქვენ ლოგოებს, ჩავანათებთ, ბუკას შევანათებთ და რაღაცა. მაგითო ხება რომ არა, ეს რო დამიდე ხა წინაბა ვერ გავიგე რა გეგონა. თხილის და ჩვენი ბრალი. ჩვენი და თხილის ბრალი. მარტო მე ვიყავი დამნაშავე ყველაფერში. მარტო მე? მე არ მომიტანია თხილი. მე არც ინიციატივა არ მქონია თხილის აი, ესე სამუჭრათ ეს ყველაფერი. ეს ამოიჭრება. მოდი ბარემეგას ვთქვათ რა. მე მინდა რომ ცალკე, ანუ ეს რას ბუნკერით დავიწყეთ სტუმართან ერთად როგორც ახლა ვთქვით ვისაუბროთ რაღაცეებზე. ეს გადავტიხროთ და ახეთ გავაკეთებთ. არა, მართლა გეუბნები, არ ვხუმრობ. ჩემ ნახევარს ცალკე რომ იყოს ეროვნული რუბრიკა, რაღაცა რა 5 წუთიანი. 4 შაბათობით დაიდეს. და 4 შაბათობით ერთი დავიწყოთ. 4 შაბათი. არა, ყოველ ყოველ 4 შაბათს რა. ერთ 5 წუთიანი ჯაფაო კიდე. აქ ძლივს მოდის და მარტო ეხა 5 წუთიანი ეროვნული რუბრიკა. აუ რა მაგარი იქნება. ესე რო იწყება, იცი როგორ წარმოვიდგინე ეგ ეპიზოდი. ეროვნული რუბრიკა? შეიძლება საყოველთ ეხა ნახე. სახში იწყებ როგორც ესე აქ ნაჩნიკი უნდა გედგას კი, რა და ჩემი ნაჩნიკი, ეს მაღალი ცოტა ეს ნაჩნიკი ფეხი ფეხზე გადადებული რაღაცა ესე ბლოკნოტი უნდა გედოს და სათვალე ჩამოწეული. სათვალე ჩამოწევ და ესე ინთება რა და უცბად ბუკა ეროვნული რუბრიკა აი ძალიან მაგარი დასასრულს უახლოვდება. ძალიან მაგარი იქნება მაგას მე ვუყურებ ხო მე მაგ ეროვნული რუბრიკას აი ეგეთ სტილში ეგეთ სტილში თუ გადაირებ აი, მოდი ხალხს თხოვოთ რა, გთხოვოთ თუ ვინმეს გინდათ რომ ეგ დაემატოს ჩვენ არხს ბუნკერს ეროვნული რუბრიკა 5 წუთიანი ცალკე ამბები, ანუ აქაურობასთან არ იქნება ეგ, მაშინ დაწერეთ კომენტარებში და რამდენ კომენტარზე 10000 კომენტარზე. მოკლედ ეს იყო ლევანდელი ბუნკერის მე-7 ეპიზოდი. წარმოდგენა არ მაქვს. თუ მოგეწონათ ეს ფორმატი უეჭველი ვთხოვე რომ დაგვიწერო ხო, ეგეც საინტერესოა. მაინც ესა გავაგზავნოთ, მაგრამ საინტერესოა. იცი რა არის? კი არ დაგვიწერო. ლაიქით გამოხატონ თავიანთი კმაყოფილება ამ ვიდეოს. ხოლო დედის გინება დისლაიქით გამოხატეთ. დედის გინებები შეგიძლიათ. არხის განვითარებაში. ისამართს დავწერთ. თუ დაგვეხმარებით, ოღონდ ფინანსურს არ გულისხმობთ შემთხვევაში. ფინანსური დახმარება გულისხმობ საბსკრაიბერების მომატებას, თუ დაგვეხმარებით ძალიან კაი იქნება. ხო, გამოვიწერეთ რა თქვენი რა მიდის. არაფერი ერთი ღილაკის დაჭ. აი ეხლა აი ამას რო გეუნები. დააჭირე. და თხოვე შენ 40 მეგობარს.